ახალი პოლიტიკური ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერ შოთა მრღულიას მიმართავს წერილობით. წერილობითი მიმართვა ცამციშვილმა მერიაში დღეს შეიტანა. თემურ ცამციშვილი ითხოვს ქალაქში მცხოვრები უსახკაროებისათვის გამოყოფილი მილიონი ლარის მიზნობრივ ხარჯვას. ასევე მათთვის საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის შექმნილი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას. უსახკაროთა მიმართულებით განსაკუთრებით ძიმე მდგომარეობა გვაქვს, ათეულობით ოჯახია, რომლებსაც არანაირი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნიათ. მე ზამთარშიც ვთხოვე ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ ამ ადამიანებისთვის კარვები გაგვეშალა, მაგრამ სამწუხაროდ უარი თქვეს და მათი არგუმენტი იყო, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ. ასეთი ადამიანები არსებობენ, ჩვენ გვაქვს მილიონი ლარი ბიუჯეტში ადგილობრივ თვითმმართველობას გამოყოფილი ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად. ახალი პოლიტიკური ცენტრის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვს. შეკითხვა პირველი, რატომ კონკურსი და არა ელექტრონული ტენდერი? შეკითხვა მეორე, რას ნიშნავს მკაცრი კრიტერიუმები? შეკითხვა მესამე, რატომ უთხარით წერილობით უარი ისეთ ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ საცხოვრებლები და არიან სოციალურად დაუცველები. 11 ივლისს იკრიბება კომისია, მშენებლებს ხვდება მერი და კომისიის წევრები. კომისიის ხდომა გახდეს საჯარო. ჩვენც ჩავერთვებით ამ მტკივნეული პრობლემის განხილვაში. მე ვიქნები რიგითი სტაჟიორი ამ პროცესში. ოღონდ ეს საკითხი გადაწყდეს, აცხადებს ცამციშვილი. ძალიან დიდი დრო არის გასული, უკვე ისეთი მინიმუმ ელექტრონული ტენდერი მაინც უნდა იყოს გამოცხადებული. ჩვენ არა გვაქვს ელექტრონული ტენდერი. დაახლოებით 20 წერილი, 20 ოჯახის წერილი გავაგზავნეთ. ყველას ერთი და იგივე პასუხი მოვიდა. არიციან, იქნება კომისია, რომელიც მკაცრი კრიტერიუმებით განსაზღვრავს, თუ ვის გადაეცემა ეს საცხოვრებელი. არიციან, რამდენ ბენეფიციარს დააკმაყოფილებენ და მე ვთვლი, რომ უკვე პროცესი დაგვიანებულია, დროზე უნდა მოხდეს ამ პროცესის წამოწყება, თორემ 2016 წელს შეიძლება არც მოესწროს ამ ადამიანების დაკმაყოფილება და ისინი მერწმუნეთ ერთ ზამთარს შეიძლება კიდევ ვეღარც კი გაუძლო.